ირანის მხარდაჭერილი ჰუთები იემენში აცხადებენ, რომ მათ დრონით თავდასხმა განახორციელეს საუდის არამკოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჯაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რაც გამოიწვია ხანძარი, რომელიც მოგვიანებით ჩააქრეს და სხვაები არ დაფიქსირებულა. ეს თავდასხმა მოხდა სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა კოლექტიური თავდაცვის პაქტს მოაწერა ხელი თურქეთთან და პაკისტანთან ერთად. ამ პაქტის მიხედვით ერთზე თავდასხმა ითვლება სამივეზე თავდასხმად. თავდასხმა აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს ახალ ალიანსი და ზრდის ზეწოლას რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები კვლავ სერიოზულად შეფერხებულია. და ჩვენთან ერთად უფრო დეტალური განხილვისთვის არის ჰუსეინ აბდულ ჰუსეინი, დემოკრატიების დაცვის ფონდის მკვლევარი. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ეს არის ახალი საუდის, თურქეთისა და პაკისტანის თავდაცვის პაქტის პირველი რეალური გამოცდა და როგორი პასუხი უნდა ველოდოთ. არ ფიქრობ, რომ ვინმე ჩვენგან ელოდა, რომ ეს ალიანსი შედეგს გამოიღებდა. ჩვენ ვიცით, რომ საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის ალიანსი ამაზე ბევრად ადრე არსებობდა, ვიდრე ამ პაქტს მოაწერდნენ ხელს და ესეც წინა ალიანსს გალდა. და ეს მართლაც გასაოცარია. გულისხმობ იმას, რომ საუდის არაბეთი მსოფლიოში სამხედრო ხარჯებით მერვე ადგილზეა. და ამას რომ დავუმატებ ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანს და შემდეგ თურქეთს, რომელიც ყოველთვის ამაყობს, რომ ნატოში მეორე ყველაზე დიდი არმია ყავს. და რომ იფიქრო, რომ ამ სამ სახელმწიფოს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ არაორგანიზებულ მილიციას, როგორიც ჰუთებია, ეს მართლაც გასაოცარია. ანუ ამბობთ, რომ არავინ ელოდება, რომ ამ შეთანხმების სიტყვებს რაიმე ქმედება მოხვებება. მაშინ რა აზრი აქვს მას, განსაკუთრებით ესეთ მომენტში? ეს საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკას გავს. ის უფრო ყურადღებას ამახვილებს საავტორო სტატიებსა და განცხადებებზე, ვიდრე რეალურ ქმედებებსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე. წარსულში დაახლოებით 2 კვირის წინ, როდესაც ჰუთებმა საუდის ტანკერს დაარტყეს, საუდის ოფიციალურ პირებს დაუკავშირდნენ მათი პაკისტანელი კოლეგები. ვინ არიან ისინი, ვინც ერთად უნდა ყოფილიყვნენ ურთიერთდაცვის ალიანსში? და პაკისტანელებმა განაცხადეს, რომ გმობენ ჰუთების თავდასხმას. ასე რომ ყველამ ვიცოდით, რომ ეს კიდევ უფრო მეტი განცხადებები და მეტი დაგმობა იქნებოდა. არავინ ელოდა, რომ პაკისტანის ან თურქეთის სამხედროები დახმარებისთვის მოვიდოდნენ. თუ საუდელები არ წამოდგებიან და არ იბრძოლებენ საკუთარი თავისთვის, ვფიქრობ მათ დაამარცხებენ და ისინი ამას უმოქმედოდ მიიღებენ. შეიძლება თუ არა სცენარი, სადაც პაქტი რეალურად ამოქმედდება. რას დასჭირდებოდა ამისთვის? მოусმინეთ, არ ველოდები, რომ პაკისტანელებს შეეძლებათ ძალის პროექცია ისეთ შორ მანძილზე თავიანთი საზღვრებიდან, როგორიც საუდის არაბეთი. თუნდაც პაკისტანს ჰქონდეს რაკეტები, რომლებიც 2000 კილომეტრამდე აღწევენ, მაინც საუდის არაბეთის ბევრი ნაწილი პაკისტანის ცდომის ფარგლებს გარეთ რჩება. არ ვარ დარწმუნებული, რომ თურქები მართლა გულწრფელები არიან. ვიცით, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი ახლა ისე იქცევიან, თითქოს მეგობრები იყვნენ, მაგრამ ორ მხარეს შორის დიდი მეტოქეობაა. ასე რომ გააგრძელეთ. არა, გააგრძელეთ, დაასრულეთ თქვენი აზრი. ეხლა, ჩემი აზრი ისაა, რომ თუ თქვენ საუდის არაბეთი ხართ და გყავთ ეს ყველაფერი, F-15-ები, F-16-ები, F-18-ები და მთელი ეს სამხედრო არსენალი, ეხლა დრო გამოიყენოთ ისინი. და თუ არ გამოიყენებთ, არ უიყენებთ, არავინ მოვა რომ გიშოვოთ. კარგი. და გითხარით მეტი ჰუთების თავდასხმის დროზე. ანუ არ მხოლოდ თავდაცვის პაქტზე, არამედ იმ უფრო ფართო კონტექსტზე, რომელშიც ეს ახლა ხდება. ჰუთების თავდასხმა არის ირანის გზავნილი, რომელიც დაკავშირებულია აშეტეშოს საზღვაო ბლოკადასთან. რასაც ირანი ეუბნება რეგიონს, შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოს ისაა, რომ ან ყველას ექნება ნავთობის ექსპორტის უფლება, ან ირანი ყველა მათ ნავთობის ექსპორტიორს ძელად აიყვანს და ვერავინ შეძვებს ნავთობის ექსპორტს. ეხლა რაც საუდელებმა გააკეთეს მას შემდეგ, რაც ჰორმუზი დაიხურა, იყო ის, რომ მათ თავიანთი ნავთობის წარმოება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაისროლეს მილსადენით და დაიწყეს ექსპორტი წითელი ზღვის გავლით. ეხლა ირანელები ამბობენ, რომ ამ შემოვლით გზასაც ვკეტავთ და ჰუთებმა ტანკერებზე თავდასხმები დაიწყეს. ასე რომ ეხლა ხედავთ, რომ ორი სრუტე, ჰორმუზი და ბაბ-ელ-მანდები სინქრონულად მოქმედებენ. ეს არის ის, რაც ირანს სურს და სწორედ ამას აკეთებენ ჰუთები. ეს არის ის, რაც ირანს სურს. რამდენად სერიოზულია საფრთხე საუდის ნავთობის ინფრასტრუქტურისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები ირღვევა და ამ კონტექსტში.
ეს უკიდურესად სერიოზულია. არ ვფიქრობ, რომ საუდის არაბეთს ესეთი საფრთხე ოდეს მქონია, მას შემდეგ რაც მათი სახელმწიფო 1930-იან წლებში შეიქმნა. ფიქრობ, რომ იცი, თუ ისინი ამ ეტაპზე საკუთარ თავს სამხედრო ძალით არ დაიცავენ, ვერ ვხედავ უფრო სერიოზულ მიზეზს, რომ იმოქმედონ. და სამწუხაროდ არ ვფიქრობ, რომ ისინი იმოქმედებენ. არ მოქვს წარმოდგენა რა სევოდებიან. იცი, არ ვარ დარწმუნებული, გონიათ თუ არა, რომ ეს განცხადებები და PR-ისთვის მოწყობილი ფოტოგადაღებები რამეს გამოიწვევს. მაგრამ თუ ისინი არ გადადგამენ ნაბიჯს და არ დაუპირისპირდებიან ჰუთებს და ირანელებს და არ შეუერთებიან სხვებს, ვინც ირანსა და ჰუთებს ებრძვის, არ ვფიქრობ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა ან თავიანთი ნავთობის ექსპორტის უზრუნველყოფა. კარგი, ჰუსეინ აბდულ ჰუსეინს საუდის არაბეთისთვის მკაფიო გზავნილი აქვს. დიდი მადლობა.